ჩვენ ახლა თეატრზე ვისაუბრებთ სპექტაკლებზე, ხოდა შორის გუშინდელი დღესავით მახსოვს 11 წლის წინ იქნებოდა ასე შემოდგომა, როცა ჩვენი ძვირფასი მეგობარი ნათია გუჯაბაძე დაკავშირდა და ესეთი კარგი იდეა გითხრა, რომ მოუყვარლო სტუდენტთა ფესტივალი არსებობდა და ან ყველაფერს მე 11 წელი გავიდა თვალდახელშუა და გეტყვით, რომ წელს 7-დან 14 აპრილის ჩათვლით მოუყვარლო სტუდენტთა თეატრალური საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი იწყება, რომელიც წელს მე-11-ით როგორც გითხარი ჩატარდება და უფრო ცვლად ცხადია ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან სამზადისზე, წლევანდელ ფესტივალზე, მონაწილეებზე, ნომინაციებზე. ერთ-ერთი ორგანიზატორი ფესტივალის ანანუსი დამონდა და ფესტივალის მონაწილე წინა წელს 2023 წლის გამარჯვებული თავის ნომინაციაში გიორგი სანიკიძე, დილა მშვიდობისა და მადლობა მოგზაურობისათვის და გილოცავთ, იმიტომ რომ მე ვიცი რა არის თქვენთვის ყოველწლიურად ფესტივალის დაწყება და ფესტივალის გამართვა. როგორი ესე იგი ისაც ერთსლოვნები ხართ, მაგრამ გაერთიანებულები ამ დღეებში და როგორ გიხარიათ და თან გილოცავთ, იმიტომ რომ ტრადიციულად დეკემბერში იმართება, მაგრამ მოვლენების გამო გადმოიწია გაზაფხულზე და კარგია რომ ტარდება. ანანო, დავიწყოთ, აბა როგორია სამზადისი? რას ელოდება წელს თქვენი დიდი აუდიტორია მაყურებლის, იმიტომ რომ ეს ტრადიციულად ტარდება თქვენს უნივერსიტეტში, სამედიცინო უნივერსიტეტის ამ არაჩვეულებრივ თეატრში, რომელიც თეატრის იდეით როდესღაც დაარსდა და გადაჭედილია ყოველთვის დარბაზში. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ დიდი სამზადისია და უპრეცედენტო შემთხვევა წელს, იმიტომ რომ ვინც ყავს ჟიურის წევრები პირველად არიან ჩვენთან ფესტივალზე და ასევე ორი უნივერსიტეტის დებიუტი იქნება ჩვენს ფესტივალზე, ეს არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და თელავის უნივერსიტეტი, რომლებიც პირველად მიიღებენ ჩვენს ფესტივალში მონაწილეობას და მოკლედ ძალიან სულმოუთმელად ველოდებით და თქვენც და ისინიც. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ანანო, ორი უნივერსიტეტი დაასახელეთ. თუმცა საბოლოო ჯამში 6 უნივერსიტეტი იღებს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ასევე იქნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, მასხინძელი. როდის ეთამაშებთ თქვენ? 11 აპრილს იქნება. ხსნის ფესტივალს. ფესტივალს ხსნის ჯიპა. შემდეგ უკვე იქნება კავკასიის უნივერსიტეტი, ასევე თელავის უნივერსიტეტი დავასახელეთ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, როგორც გითხარით და ასევე იქნება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. გიორგი, შენ მინდა კითხო, შარშან ძალიან დამსახურებულად მიიღე, გასულ შარშან წინ გამოდის, ნუ წინა წელი გავახო 25-ში ტარდება თორემ ჩატარებული იყო დეკემბერში, ანუ გასულ წლის ფესტივალზე შენ აიღე დამსახურებულად მართლაც ასეთი მთავარი მადლობა მოკაცის და რა მინდა იცი კითხო, შენ სტუდენტი მიიღე მონაწილეობა, აქვე ვთქვათ რომ აქ სტუდენტები იღებენ მონაწილეობას, აუცილებელი პიროვნება რომ სტუდენტი უნდა იყოს, მოყვარული სტუდენტები, მაგრამ შენი დაწყებულია რამდენიმე ისეთი მოყვარულები იყვნენ, ბევრ პროფესიონალს აჯობეს. რა საშუალებას გაძლევთ ეს ფესტივალი? ნათიას თეატრიდან, მაინც ამ შემთხვევაში ფესტივალზე ვლაპარაკობთ, შეგვიძლია ხიგეზეც ვისაუბროთ, მაგრამ რა საშუალებას იძლევა, რომ აი რაღაცა ეს რამდენი პერიოდი, რაღაც ჩვენი სურვილი, თქვენი სურვილები დაიკმაყოფილოთ, აიხთინოთ და სცენაზე დადგეთ. აი, რა საშუალებაა ეს ფესტივალი და აქვე ვიტყვი, რომ მე წლიდან წლამდე არის ხოლმე გარკვეული თეატრები, რომლებიც უკვე დაარსდა უნივერსიტეტებში, ესეთი კონკურენცია კაიგაგებით, რომ აბა ვინ უფრო უკეთეს ტექნიკას დადგავს და ერთი ციებ ცხელება და მოკლედ გადასარევი თეატრალური პროცესია. მოკლედ მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ასევე მოწვევისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფესტივალი, რომელიც უკვე ჩემთვის იქნება მე-4, რიგით მე-4 ჩემთვის, პირველ რიგში არის ურთიერთობა. თეატრ ხიგიას დასწავლი უკვე მე-6 წელია ვარ, მაგრამ ნუ პანდემიის გამო 2 წელი სამწუხაროდ არ ჩატარდა და მე-4 ფესტივალია, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ თეატრალური და კულტურული საზრდოს მიღების საშუალებას გვაძლევს ეს ფესტივალი. ამის გარდა ჩვენ უამრავ ადამიანს ვიცნობთ, უამრავი ურთიერთობა ყალიბდება, რომელიც თუნდაც პროფესიულად, თუნდაც ადამიანურ ურთიერთობებში ძალიან კარგ მომავალს აყალიბებს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ ფესტივალზე სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ერთმანეთს ხვდებით. უამრავი ცნობილი პროფესიონალი მსახიობები, მასტერკლასები და ნუ ჩემთვის ახლა როგორც მომავალი ექიმისთვის ამ შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, თუნდაც ეს თეატრალური უნარები, ეთიკა, ნორმები, ადამიანის შეცნობა, როლზე მუშაობა მაძლევს იმის საშუალებას, რომ თუნდაც პაციენტებთან ურთიერთობაში გამიმარტივდეს მათ მიმართ დამოკიდებულება, მათი გაგება და ასე შემდეგ. ახლა სხვანაირად ყალიბდება თავისთავად უკვე ხო ადამიანი თავისი
მხედველობით და ასე შემდეგ. დასაკვირველია. თავისთავად გეხმარებათ ეს მაგრამ ზოგი ისე ჩამოყოლე დაანება პროფესიასავი და თეატრალურში გადავიდა. ეგეთებიც იყო. ექიმობას მოწყვენ და სხვა პროფესიას. ესეც ერთხელ კარგი არის ალბათ, რომ აღმოჩნდა თავისთავი იქ, სადაც ნამდვილად იყო მისი ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა ახლა გიორგი მის რომ თქვათ ურთიერთობები ყალიბდება და ვინაიდან ეს არის საერთაშორისო ფესტივალი თავისთავად უცხოელ სტუდენტებთანაც არის აზრების გაცვლა, გამოცვლა. აი ეს რამდენად მნიშვნელოვანი არის როგორც ქართველი სტუდენტებისთვის, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის, რომ გაუზიარონ ერთმანეთს კულტურა, შეხედულებები და ასე შემდგომ. როცა თეატრი აერთიანებს, ეს არის კარგი. კი, ნამდვილად კულტურა, ზოგადად ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის ჩვენ გავიცანით სომხეთის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ძალიან საინტერესო იყო მათთან მუშაობა. წელს ხდება ისე, რომ რაღაც მიზეზების გამო დეკემბერში ვერ ჩატარდა და აპრილში გადმოვიტანეთ, შესაბამისად რაღაც გეგმები შეიცვალა. ამიტომ წელს მხოლოდ საქართველოს მასშტაბით გვაქვს უბრალოდ მომავალ წელს აუცილებლად იქნებიან ნაპოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ასევე სომხეთის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და უკეთ ამასაც ესე წინასწარ ძალიან ველოდებით. კი ბატონო, ანანო, აქვე უნდა გამოყოთ ჟიური, იმიტომ რომ ნათიას და თქვენი ჯგუფის დიდი მოწადინებით ისეთი ჟიურის წევრები გავთ ყოველდღიურად, რომ ნებისმიერი სხვა ფესტივალი არ იტყოდა და დაამშვენებდა. თან ახსენე რომ წელს ბევრი მათგანი პირველად არის. შეგვიძლია ჩამოვდავსახელოთ ჟიურის წევრები. შეგვიძლია, ესე იგი, ვინაიდან ყველა ცნობილია ხოლმე, შეგვიძლია ესე იგი. კი, ცნობილი მსახიობები არიან და რეჟისორები. ქალბატონი ნინო ბურდული გვეყოლება წელს, თემიკო ჭიჭინაძე, ასევე გეგა გაგნიძე ახალგაზრდა რეჟისორი. პაატა პაპუაშვილი მსახიობი, ნინო ფილფანი, ასევე მსახიობი ანა ქურთუბაძე, ანი ჯავახიშვილი და ჩვენი ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე ქალბატონი ეკა მჟავანაძე. ნუ შესანიშნავია. ანუ ასევე ვისაუბროთ ნომინაციების შესახებ. კი ბატონო. ესე იგი ჩვენ წელს 14 აპრილს გვექნება ესეთ საზეიმო დახურვა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართულიანის დღეს. კი ბატონო, დღესასწაული ნებისმიერი ფესტივალის მონაწილესთვის და სხვადასხვა ნომინაციები არის ქალის და მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ასევე მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, კომედიური როლი, დრამატული, სხვადასხვა ჩვენი ასტას, ანუ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფის აღმოჩენა, ასე რომ ვთქვათ, რჩეული და ფესტივალის აღმოჩენა, ეს არის მთავარი პრიზი, რომელიც აი გიორგიმ შარშან ძალიან სამართლიანი. ეს არის გრან-პრი, ასე ვთქვათ. აქვე მე ვიტყვი, რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება და ვიყავი ჟიურის წევრი და პირველად რო ვიყავი, აი ვიტყვი პირდაპირ, რომ ვიპიქეთ ახლა მივალთ ახლა ბავშვები რაღაც ითამაშებენ და დავარიგებ პრიზებს. დავარიგებ კი არა, ისეთი რთულია ხოლმე. იმიტომ რომ იმდენი ყველა ნომინაციაში იმდენი საინტერესო ადამიანია და თან ახლა ძალიან ობიექტური ჟიურია ყოველთვის და ისე აღარ უდგებიან ხოლმე რაღაც სამოყვარულოა და მართლა აი ახლა რო ვიზახდეთ მეორე ხარისხოვანი ეპიზოდური იმდენია ხოლმე კომიკური რომ აი რომელს მისცე აღარ იცი და ახლა შენ როგორ შეაფასებდი თქვათ მით უმეტეს როცა ჟიურის წევრი იყავენ 11 წლის განმავლობაში როგორ განვითარდა თვითონ ეს ძალიან ფესტივალი მარტივი აი ამაზე არის ძალიან მარტივი პასუხი ეს ფესტივალი რო არ იყოს საჭირო კარგი და განვითარებული მე-11-ად ვერ ჩატარდებოდა და არც მხარდამჭერები გაიზრდებოდნენ და ამ мотиваციასაც ვხედავ ხოლმე ჯერ ერთი ამდენი ათობით ადამიანი რომელიც გაერთიანებულია თეატრის სიყვარულით უკვე აი მარტო ამიტომ არის ფანტასტიკური ეს ფესტივალი რომ შეაყვარა ამდენს დაინტერესა და სავსე დარბაზები მე ეს ურთიერთობები და მართლა უამრავი ნიჭიერი ადამიანის სცენაზე რომლებიც ის რამდენიმე დღე რაღაც თავის ნიში აფქვევენ სურვილს იხდენენ და რაჯობია ამით გაერთიანებას მოკლედ როდის იხსნება ფესტივალი თქვა პირველს ვინ თამაშობთ კიდევ ერთხელ და გაგიშვებ ნელ-ნელა საქმეს ერთსაც დავამატებ 9 აპრილს იქნება მეტყველების მასტერკლასი, რომელსაც ჩაატარებს დიახ ყველასთვის საყვარელი მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი. ფესტივალი გაიხსნება 7 აპრილს, გახსნის ჯიპას უნივერსიტეტი და 14 აპრილს გვექნება საზეიმო დახურვა. წარმატებას გისურვებთ. წარმატებას თქვენ წელს განსაკუთრებით მონაწილეებს უსურვებთ წარმატებას და ამ ფესტივალზე მე მჯერა რომ 31 მე ალბათ ეთერში აღარ ვიქნები, მაგრამ სხვები ელაპარაკებენ და ესე იმიტომ რომ სამედიცინო დიდხანს იქნება, სტუდენტები დიდხანს იქნებიან და ძალიან დიდ სიგზას უსურვებ ამ ფესტივალს ჯერა ასე იქნება. დიდი მადლობა. სტუდენტურ მოყვარულ ფესტივალის, ესე იგი საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები, ერთ-ერთი ორგანიზატორი ანანოსი დამონიძე და ფესტივალის მონაწილე გიორგი სანიკიძე აწუყვე გრან-პრის და აღმოჩენა ნომინაციის გამარჯვებული იყვნენ ჩვენი სტუმრები.